რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე საქართველოს ნაკრების წევრებს პრეზიდენტის შეხვდა მიხეილ სააკაშვილმა ბორჯღალოსნებს წარმატებები უსურვა და რაგბის განვითარების სამმავლო გეგმებზე ისაუბრა. პრეზიდენტის სასახლეში გამართული შეხვედრის დეტალებს თეონაც ხომელიძე გაგვაცნობს. საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები მიემგზავრება ახალ ზელანდიაში მსოფლიო ჩემპიონატზე. სწორედ ამ ჩემპიონატს უკავშირდებოდა დღევანდელი შეხვედრა. დღეს საქართველოს ნაკრების წევრებს საქართველოს პრეზიდენტმა პირველ რიგში მადლობა გადაუხადა იმ მონდომებისათვის, რომლითაც ისინი ვარჯიშობენ და წარმატებას აღწევენ სპორტის ამ სახეობაში და ასევე დაპირდა, რომ სახელმწიფო განაგრძობს ყველა იმ პროექტისა და პროგრამის მხარდაჭერას, რომელსაც რაგბის მიმართ ახორციელებს და 4 წლით გახანგრძლივდება ასევე რაგბის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამას. დღესვე რაგბისტებმა თავის მხრივ საქართველოს პრეზიდენტს გადასცეს ეროვნული ნაკრების მაისური პრეზიდენტის გვარით. ქართველებს ყოველთვის ბოლო წლებში გვიჭირდა კოლექტიური სპორტი, იმიტომ რომ ინდივიდუალურად ყველა ძლიერები ვართ. კოლექტიურ სპორტში, როცა ერთმანეთს უნდა შევეთამაშოთ, ერთმანეთს ხარი უნდა აუღოთ, როგორც წესი გვიჭირდა. გვიჭირდა სახელმწიფოს დონეზე, გვიჭირდა სპორტის დონეზეც. თქვენ ხართ პირველი ყველაზე შორს წასული კოლექტიური გუნდი საქართველოში. მაგრამ თქვენ შემთხვევაშიც მომიტევეთ, მაგრამ რჩევაა, რომ ინდივიდუალური ელემენტები ძლიერია, კიდევ არის ბევრი სამუშაო, რომ გუნდური ელემენტი გაძლიერდეს. ისევე როგორც დანარჩენ საქართველოში. ამიტომ თქვენ ჩემზე უკეთესად იცით, რომ ბევრი ბავშვის მისაბაძი მაგალითი ხართ. ძალიან ბევრი ოცნებობს, რომ თქვენ გზას დაადგეთ. ბევრი თქვენგანი არის მსოფლიოს საუკეთესო ლიგების საუკეთესო მოთამაშეები, რაც საამაყოა. ახლა მივიღეთ რაგბის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტის წერილი, მე თვითონ მივიღეთ დღესდილას და წერს საინტერესოდ, რომ მადლობას იხდით ჯერისთვის, რომ ძალიან მაგარი შეჯიბრით ჩავატარეთ თბილისში, ყველამ ნახეთეს და მეორე ის, რომ იძახის, რომ დარწმუნებულები ვართ, რომ საქართველოს ნაკრები დაიმკვიდრებს თავის ადგილს მსოფლიო რაგბის გუნდების ათეულში. ეს არის ძალიან მაღალი ადგილი, რა თქმა უნდა, საერთოდ სხვა ლიგაა. მილიონობით, ათობით და ასობით მილიონი ადამიანი მსოფლიოში ამ ლიგას უყურებს და ისინი გვპირდებიან, რომ ყველანაირად დაგიჭერენ ამაში ხარს და გთხოვენ ჩვენ სახელმწიფოს, რომ ჩვენც ყველა ჩვენი ვალდებულები შევასრულოთ. მე მინდა ამ წერილის საპასუხოდ და თქვენ გითხრათ, რომ ჩვენ ყველა ჩვენ ვალდებულებს რაგბის გუნდებზე, სკოლებზე, დაფინანსებაზე 2016 წლამდე პროგრამაზე, მათ შორის საპრიზო ფონდზე, სხვა შორის ამ შემდეგ ჩემპიონატზე ახალ ზელანდიაში ყველა ჩვენ ვალდებულებას საქართველოს შეასრულებს. მე არასდროს არ დამოვიწყებ პრეზიდენტ სარკოზისთან ერთად მარსელში თქვენი და საფრანგეთის მატჩზე ყოფნა და ვამაყობდი, რომ ამ ლიგაში თამაშობთ. შეიძლება მახსენდება რა იქნებოდა, რომ ირლანდიასთან ლეველ დაგვერდოს. სულ სხვანაირად ამოტრიალდებოდა ჩვენი ბედი, უკვე ვიქნებოდით ძალიან მყარად დამკვიდრებული აი ამ ლიგაზე, რომელზეც ვსაუბრობთ. მაგრამ ყველა ახალი თამაში წინა გაქვთ, ყველა ახალი ლელოები წინა გაქვთ და საქართველოსთვის ახალი გამარჯვებები დარწმუნებულად წინ გაქვთ. და ერთ-ერთი რაც მინდა ბიჭო გითხრათ, დიდი მადლობა მინდა გითხრათ, რომ ასე მაგრად შემართებით ხართ. ყველანი დანარჩენი გულშემატკივრობთ და თქვენ გვბაძავთ. მეც მოგბაძავთ და ბავშვებიც მოგბაძავენ ქუჩაში. მივემართებით 2011 წლის მსოფლიოს თასზე ახალ ზელანდიაში საქართველოს ეროვნული რაგბის ნაკრები. ამასთან დაკავშირებით იყო პრეზიდენტთან შეხვედრა და პრეზიდენტმა მხარდაჭერა გამოგვითქვა. გვისურვა წარმატება, პრეზიდენტმა აღვითქვა თანადგომა იმ პროექტებში, რაც უკვე წამოწყებულია. გითხრა, რომ 2016 წლამდე პროექტი, რომელიც იყო გაგრძელდება და სრული მხარდაჭერა ექნება ქართულ რაგბის კავშირს. საქართველოს ეროვნული ნაკრების მორაგბეები საფრანგეთში გაემგზავრებიან მომავალ კვირაში, სადაც ისინი მოემზადებიან სწორედ მსოფლიო ჩემპიონატისათვის, ასევე გამართავენ რამდენიმე შეხვედრას ფრანგულ გუნდებთან. უკვე მსოფლიო ჩემპიონატზე ახალ ზელანდიაში საქართველოს ეროვნული ნაკრები პირველ თამაშს 14 სექტემბერს ითამაშებს.